რომ არ გამოვეხმაურო ბატონ ვაჟას დიუშენის დაავადებასთან დაკავშირებით. საერთოდ ვცდილობ ამ თემას მოვერიდო, იმიტომ რომ აქ მუშაობს ექსპერტთა კომისია. ქალბატონო ნერიმან გთხოვთ მიკროფონთან. ექსპერტთა კომისია მუშაობს და ვიცი რომ ძალიან კარგი შედეგზე გავალთ, მაგრამ დაიწყო ილიაუნის შექებით, რომ ილიაუნიმ ჩაატარა რაღაცა აქცია, შეკრიბა რაღაცა თანხა, რა უჭირს მე ძალიან კარგი იქნა. ილიაუნის მაგის გასაჭერი არა აქვს, ასე რომ შემდგომში შეიძლება მასე გააგრძელოს. მე სხვა რაღაცის თქმა მინდა. მე ვიცი რომ ეს პაციენტები უბრალოდ მე ჩვენი მოსახლეობის ინფორმაციისათვის მინდა ვთქვა, რომ ეს ბავშვები და ზრდასრულები, რომლებიც არიან და რამდენადაც მახსოვს 100 პაციენტი არის საქართველოში, ეს პაციენტი მიიღებენ შესაბამის მკურნალობას, იქნება შესაბამისი პრეპარატები საქართველოში დარეგისტრირებული, რომლებმაც გაიარეს არა პირობითი ავტორიზაცია, არამედ ნამდვილი ავტორიზაცია. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის პრეპარატები, ჯერ ერთი არ არის უნიკალური პრეპარატი არც ერთ ქვეყანაში, რომელიც ამ დაავადების დროს გამოიყენება და რომელსაც არ აქვს პირობითი ავტორიზაცია. და რას ნიშნავს პირობითი ავტორიზაცია? პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს იმას, რომ რაღაცა პირობით აქვს შეტანილი ეს პრეპარატი და განსაკუთრებით ეს პირობითი ავტორიზაცია ეხება იმ გართულებებს, რომლებიც ამ პრეპარატებს მოყვება. ეს არის ძალიან სერიოზული პრეპარატები, რომლებიც დაკავშირებული არის გენურ თერაპიასთან და ეხლა თქვენ ყველა მიცით, რას ნიშნავს გენური თერაპია, რომ ძალიან ბევრი გართულებები შეიძლება მოყვეს. ამიტომ ეჭვი არ მეპარება ის ექსპერტთა კომისია, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს და რომლებშიც არიან გაერთიანებული პაციენტის მშობლები, პროფესიონალები, მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომ გავლენ დასკვნამდე, რომელი პრეპარატი მივლენ დასკვნამდე, რომელი პრეპარატი იქნება შემოტანილი საქართველოში. ასე რომ ყველა კუთხე კუნჭულში რომ გამოხტებიან, აი არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ მართლაც გამოხდა. უნივერსიტეტში მივდიოდი და ხელს ხომ არ მოაწერთ პეტიციასო და შევეკითხე, რა არის დუშენის წარმოდგენა რა აქვს, რა არის, რამდენი პაციენტი ყავს საქართველოში, ამაზეც აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს და ამას ისეთი მოაყოლა შემდეგ დიფირამბები და ისეთი საუბარი, რომ გადავწყვიტე რომ არ ავყოლოდი, რომ მე კიდე რაღაცა ისეთი ცუდი რაღაცა არ მეთქვა, რაც მინდოდა მეთქვა სამწუხაროდ, მე ბოდიშს ვიხდი ამისთვის, მაგრამ აი მინდოდა რაღაცა ძალიან ცუდი პასუხი გამეცა. ასე რომ ჩვენ ნუ ვმოქმედებთ ადამიანების სევდაზე და დარდზე. ეს ბავშვები, მათი მშობლები არიან ძალიან მშობლები ამ ბავშვებისა, მათი პრობლემები ცხოვრობენ, მათი სევდით და დარდით ცხოვრობენ. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, იქ სადაც საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პროგრამა ამუშავდა. ისეთი პროგრამები, რომელსაც მე როგორც ექიმს ვერ წარმომედგინა, რომ ეს პროგრამები იმუშავებდა. თუნდაც ონკოლოგიური პაციენტების ბავშვების მკურნალობა უცხოეთში, ყველა ონკოლოგიური პაციენტის უფასო მკურნალობა, გულის ოპერაციები, ორგანოების გადანერგვა, ესეც იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ასე რომ ნუ სპეკულირებთ ამ თემით, კიდევ ერთხელ მოგიწევდებთ და გთხოვთ. მე მეწოდებიან ბავშვები და მეწოდება მათი მშობლები, რომლებიც ჯერჯერობით თქვენი წყალობით არიან გაუგებრობაში. მადლობთ.